დღეს მინდა ვისაუბრო თუ როგორ შეგვიძლია გავიმოჯობესოთ ჩვენი სასაუბრო დონეები იაპონური ენის. წაკითხვა, წერა, მოსმენა და ლაპარაკი. ეს 4 კომპონენტი, ანუ ყველა ძალიან მნიშვნელოვანია ამათი იმ ენის ასათვისებურად. და დღეს ეს ბორო ეტაპი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უმრავლესობა, ვინც ალბათ ახლა იაპონურ ენას სწავლობთ, იაპონური ენაზე ლაპარაკი არის საბორო მიზეზი. ამიტომ დღეს მინდა გაგიზიაროთ 3, ასე ვთქვათ, რჩება, იმისთვის რომ გავიმოჯობესოთ ჩვენი იაპონური ენის სასაუბრო დონეები. პირველი რჩება, უბრალოდ პირველი ნაბიჯი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჯერ ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ იაპონელებთ, უნდა მივიდეთ იაპონელებთან და დავიწყოთ იაპონური ენაზე ლაპარაკი. მე მესმის, ანუ როდესაც ქართული ენას ვისაუბრებდი და ესე მახარი არ მქონდა რა ქართული ენის და ცოტა კი არა საკმაოდ სანერვირო მომენტი მქონდა სულ. იმიტომ რომ ისე კარგად არ ვიცოდი და ძალიან რთული იყო ლაპარაკი, მაგრამ თუ არ დავიწყებთ ლაპარაკოს, ხომ? ამ შემთხვევაში იაპონური ენაზე, მაშინ ვერ გავიმოჯობესებთ. ამიტომ პირველი ეს ნაბიჯი და ეტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, სანერვირო რაღაცა, მაგრამ თქვენ სწავლობთ იაპონურ ენას იმისთვის, რომ იაპონურ ხალხთან იაპონურ ენაზე ილაპარაკოთ, ხო? ამიტომ გამბედაობა ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯერ ეს პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა მივიდეთ. მეორე რჩება არის ეს არის პირადი რჩება სხვადასხვის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დავუშვათ იაპონური ენაზე, ხო? და თუ რთულია ლაპარაკი იაპონურად, მაშინ ეს ჩემი ასე ვთქვათ მიდგომა მეთოდი ეს არის რომ ჯერ ჩემს თავში ტვინში ვწერ წინადადებას ამ ფრაზებს იაპონურად, ასე გრამატიკულად ვფიქრობ და ასე ვწერ და თავში რაც იქნება დაწერილი, ამას წავიკითხავ. მაშინ ანუ გრამატიკულად სწორი იქნება, რა თქმა უნდა, გვიჭირდა და იმისთვის რომ დავწეროთ და წავიკითხოთ, მაგრამ სწორი იქნება და ამაზე თუ მიჩვეული ვიქნებით, უფრო ავტომატურად და ქვეცნობიერებად დავიწყებთ ლაპარაკოს. ამიტომ დასაწყისში თანდათანობით იყოს, ანუ თუ რთულია, მაშინ ეს ხერხს შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე სხეულის ენა, ხო? ხელის მოძრაობა, თვარების საით უყურებს სახის ასე ვთქვათ გამოხატვა და ასე შემდეგ. ესეთი ვიზუალური ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაღაც ძირითადი კონტექსტი გავიგოთ საუბრისა. მაგალითად ასე სევდიანი სახით მაქვს, რა თქმა უნდა, თემაც საკმაოდ ნეგატიური იქნება, თუ გახარებული სახით თუ აქვს მოლაპარაკეს, მაშინ ხშირ შემთხვევაში კი არა, ზოგადად პოზიტიური თემაზე იქნება ლაპარაკი, ხო? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ კარგი კომუნიკაცია გვქონდეს. ამიტომ ეს მეორე ეტაპზე, ერთი დავიწეროთ თვენში, დასაწყისში დავიწეროთ თვენში წინადადებას და ფრაზებს და წავიკითხოთ. ნელ-ნელა ეს საპრაქტიკოდ ძალიან კარგია და მეორე სხეულის ენის წაკითხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ესეც. მესამე რჩება, ასე ვთქვათ, არის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც, იაპონელმა ხალხმა, საქართველოში ვინც არის იციან ინგლისური გარკვეული დონემდე, მაგრამ იცით როგორ არის, როდესაც თქვენ დაიწყებთ ლაპარაკოს იაპონელ ხალხთან, გადაგიხართ ინგლისურად. იმიტომ რომ და თუ გელაპარაკებიან იაპონელები ინგლისურად, მაინც ვფასობთ იაპონურად, მარტო იაპონურად. ანუ თუ ერთხელ დაიწყებთ ინგლისურად ლაპარაკს, მაშინ იმ მომენტიდან
ეს თქვენი საუბარი თქვენ და იაპონელ მეგობრებთან იქნება სულ ინგლისურად. ამიტომ სხვადასხვა ხოშად მაქვს ესეთი მომენტი რა. მე ვერაპარაკები ქართულ ხალხს და მიფაცხობენ ხოშ შემთხვევაში ინგლისურად. ნუ ახლა ნაკლებად, მაგრამ ადრე რა, აქცენტის რაღაც ძალიან იაპონური აქცენტი რომ მქონდა და ესე კარგად რომ არ ვიცოდი. ვერაპარაკებოდი ქართულად და მიფაცხობდნენ ინგლისურად. მაგრამ თუ მე ყოველთვის ვიციდობდი რომ მე ლაპარაკა მარტო ქართულად ვერ ხარხთა მარტო ქართულად არა ინგლისურად. ხო და ნუ გადაგიხართ ინგლისურად სადეთ მთელი პროცესში შეინარჩუნოთ ეს თქვენი კომუნიკაცია საუბარი მარტო იაპონურად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს სამი რჩება, ეს პირველი არის ყველაზე ბაზისური ჩემი აზრით, ფუნდამენტური, მაგრამ სანერვიერო, მაგრამ ეს გამბედაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა დავიწყოთ იაპონურ ენაზე ლაპარაკი. ეს არის პირველი და სულ ძალიან მნიშვნელოვანი. რომ დაიწყებთ საუბარს, დასაწყისში რა თქმა უნდა გაგიჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ დაწეროთ წინადადებები, ფრაზები იაპონურად და წაიკითხოთ. და ანუ იაპონელები არ იქნებიან გაბრაზებულები რა. ანუ თუნდაც დავუშვებთ გრამატიკულ შესაბამებას, არ ავუშვებს, ანუ ისინი სწავლობენ ცხენებს და ინგლისურს და ვისინი კი არ ჩვენს, ხო? ანუ შესაბამის გარეშე ვერ ვისწავლობთ. ამიტომ და იაპონელი ხალხს ძალიან უყვარს, როდესაც უცხოელები თქვენ სწავლობთ ჩვენს პირველ ენას, დედაენას. ამიტომ ნუ გეშინიათ და თანდათანობით დაიწყეთ ლაპარაკი იაპონურად. და ასევე წაიკითხოთ სხეულის ენა, ვიზუალური ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე ძალიან მნიშვნელოვანია იაპონელი ხალხთან, იაპონელი მეგობრებთან მარტო იაპონურად ილაპარაკეთ. ინგლისურად არა. ნუ თუ ისინი სწავლობენ ქართულ ენას, მაშინ ნახევრად იაპონურად, ნახევრად ქართულად. ესეთი ასე ორივე მხარესთვის მომგებიანი და ძალიან კარგი პოზიტიური დინამიკა იქნება ჩემი აზრით. ყოველ შემთხვევაში ინგლისურად ანუ არ ვილაპარაკოთ, თორემ დავაკარგავთ კარგ შანსს. ხო და დღეს ამით დავამთავრებთ ჩემს ამ ვიდეოს. უხმესი მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებების იგრძნობთ იაპონური ენის სწავლაში. მადლობა. はい、お疲れ様です。ありがとうございます。ありがとうございます。